საღამო მშვიდობის, მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. მე გახლავართ გონგლაძე ნინო, ამერიკული კომპანია ლიბგუდის წარმომადგენელი და მე ვარ ნამდვილად ბედნიერი, რომ ვარ ამ კომპანიის ერთ-ერთი სახე, ესე ვიტყოდი. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო აქ მოსულ სტუმრებს, ვეცდები რომ გასაგებინაზე და იოლად თქვა ის ჩემი შთაბეჭდილებები კომპანიის შესახებ და რას გვთავაზობს ზოგადად კომპანია. ასევე მივესალმები ჩემს საოცარ პარტნიორებს, ჩემს დიდ ოჯახს, კომპანია ლიბგუდის დიდ ოჯახს, სადაც პირველ რიგში ჩემოკარგებო ჩვენო სტუმრებო დაგვხდება დიდი სითბო, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სწორედ ამაზეა დამყარებული ჩვენი ჩათი. ასე რომ მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ვეცდები კომპანია ლიბგუდი წარვადგინო ისე, როგორც მას შევფერის. რადგან კომპანია ლიბგუდის მსგავსი ჯერ მსოფლიოში არ არსებობს ჩემოკარგებო, ეს არის ინოვაცია და ნამდვილად აალაპარაკა მთელი მსოფლიო. ქუხს ნამდვილად მსოფლიოში ჩვენი კომპანია და მე კიდევ უფრო მეტად ვარ ბედნიერი იმით, რომ საქართველოში კომპანია შემოვიდა დაარსებიდან 2-3 თვეში. წარმოგიდგენიათ, ასეთი რაღაცა არ ახსოვს საქართველოს, რომ რომელიმე კომპანია დასაწყისშივე შემოსულიყო საქართველოში. და ეს ნამდვილად არის შანსი ჩემოკარგებო თითოეული ქართველისთვის, რომ არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან და მე გეტყვით რატომ არ უნდა გაუშვათ და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს კომპანია. კომპანია საქართველოში შემოიტანა ქალბატონმა ნანა ლომიძემ, რომელიც არის, არ ვიცი, ადამიანობის ეტალონი, რასაც ქვია და ნამდვილად მისმა სიყვარულმა გაგვაერთიანა აქ ჩვენ და მე ვფიქრობ ამ კომპანიის შემოტანა ღვთისნება იყო, რომ მას შემოეტანა საქართველოში, ღმერთის გარეშე არაფერი ხდება. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ჩვენი ლიდერი არის, ნამდვილად მიამაყება და ნამდვილად არის მაგალითი ადამიანობის. მოკლედ, კომპანია ლიბგუდი დაარსდა 2022 წლის 13 დეკემბერს და საქართველოში შემოვიდა, როგორც მოგახსენეთ, 2-3 თვეში ჩემოკარგებო. მე მაგალითად დავრეგისტრირდი 14 ივნისს და მოხვდი 250,000 ადამიანში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი, საქართველოს გუნდი არის მოწინავე რიგებში, რადგან აქ გველის ძალიან დიდი სიურპრიზები და ამას თანდათან მოგახსენებთ რა როგორ იქნება. როგორ ხედავ კომპანია ლიბგუდს და ზოგადად კომპანია ლიბგუდმა 100%-ით შეცვალა ჩემი ცხოვრება და მე ვამაყობ ისეთი ნინოთი ახლა როგორიც ვარ თქვენს წინაშე, რადგან მე რადიკალურად შემცვალა კომპანია და შეცვალა ჩემი ხედვა. მე მიხარია, რომ მაქვს საკუთარი ბიზნესი და მართავ ჩემს ბიზნესს სახლიდან გაუსვლელად, ჩემს 3 შვილთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით გახლავართ ქორეოგრაფი და მუშაობდი ამ კუთხით, ხომ გეუბნებით, მე ამ კომპანიაში ვიპოვე საკუთარი თავი და მივხვდი, რომ აქ არის ის საქმე, რაც მე უნდა ვაკეთო. აქ ყველაზე მეტად ჩანს ადამიანი, როგორი არის და მე თავშევე ვახსენე, რომ აქ ნამდვილად დიდი სიყვარულია, ურთიერთპატივისცემა და მე მიხარია ძალიან ეს. კომპანიის დამაარსებლები, კომპანია დაარსდა ფლორიდის შტატში, სადაც კატეგორიულად არის ჩემოკარგებო იქ აკრძალული რაღაცა პირამიდა კომპანიები, რაღაცა ერთი და ორთვიანი კომპანიები, მოგეხსენებათ, რომ შემოვლენ და ძალიან ბევრი იყო ასეთი საქართველოში და სამწუხაროდ ძალიან დააშინა ხალხი ამ კომპანიებმა, რადგან იქ ითხოვდნენ დიდ თანხებს უნდა შეგეტანა და 2-3 თვეში გაქრებოდნენ და ძალიან ბევრი თანხები და რა ვიცი,
ძალიან ცუდი შედეგებით სრულდებოდა. და აი ასეთმა კომპანიებმა დობა დააკარგინათ ხალხს. მაგრამ კომპანია ლივგუდი, რა თქმა უნდა, არის საოცრება და მინდა რომ დაგანახოთ კომპანია ლივგუდი რა შესაძლებლობებს გვთავაზობს. ის რომ არის ფლორიდის შტატში დარეგისტრირებული, არის ლიცენზირებული, ჩემოკარგებო, აქვს ასევე სოფლის მეურნეობის ჩვენს კომპანიას აქვს საოცარი ბიოდანამატები, რომელიც ამერიკაში სოფლის სამინისტროს მიერ არის სერტიფიცირება გავლილი აქვს და მინიჭებული აქვს და არა მხოლოდ ეს, აქვს თითო პროდუქტს აქვს 25-20 სერტიფიკატი სხვადასხვა ქვეყნების. აი საოცარი ბიოდანამატები გვაქვს ამ წუთას წარმოდგენილი, მაგრამ მე სიმართლედ ვითხრათ, ამ კომპანიამ უფრო მეტად დამაინტერესა შემოსავლებით და თავისი ძალიან იოლი მარკეტინგით. კომპანიის დამაარსებლები არიან ჩემოკარგებო, ბატონი ბენგლისკი და ნოუდერ ხაზანი და ახლა იმდენად იოლი არის ინფორმაციის მიღება ამა თუ იმ ადამიანზე, შეგიძლიათ შებრძანდეთ, დაგუგლოთ, მოიძიოთ მათი მოღვაწეობა, რას საქმიანობდნენ. ისინი 25 წლის განმავლობაში საქმიანობდნენ სხვადასხვა კომპანიებში, ქსელურ კომპანიებში და ისინი ხედავდნენ, როგორც მოგეხსენებათ, ვინც ხართ ქსელურ კომპანიებში ნამუშევარი, იქ მუშაობდნენ ადამიანები და მხოლოდ დღესაც ასია სამწუხაროდ, უნდა გეყიდა ან გაგეყიდა რაღაცა, რომ რაღაცა თანხაზე გასულიყავი. ეს სავალდებულო იყო ყოველთვის, თუმცა იძახდნენ, რომ რეგისტრაცია უფასოა, მაგრამ უფასო როგორ გამოდის, როდესაც მე მიწევს ყოველთვე 200 ლარის პროდუქცია, სულმცირე, გამოვწერო, რომ მე მივიღო ის ფასდაკლება პროცენტის 25% იქნება 26%, აქ არ არის საუბარი ისეთ პროცენტებზე, რასაც კომპანია ლივგუდით გვთავაზობს. ეს არის მინიმალური პროცენტებზე საუბარი, უნდა გაგვეყიდა და ჩვენი ნამუშევარი ასდიოდა მაღლა ჩვენს ზემდგომებს. თუ დაბლიდან ვიღაცას დავეხმარებოდით და მაგალითად გავიდოდა ვიღაცა დაბლა ხელფასზე, მაშინ ზემდგომს აკლდებოდა და მოკლედ. ამ ყველაფერს აკვირდებოდნენ ჩვენი ჭკვიანი კომპანიის დამაარსებლები და მათმა ზუსტად ეს კრეატივი შეიმუშავეს, რასაც კომპანია ლივგუდი გვთავაზობს და გააერთიანეს ქსელურის ელემენტი, აიღეს ის, რომ ჯერჯერობით არის მოწვევების სისტემა, როგორც ქსელურში და აიღეს კლუბური სისტემის, როგორიც არის Amazon, Costco, Alibaba, მსგავსი ტაობაო, მსგავსი კომპანიები და აიღეს კლუბური სისტემის, მაგრამ აქაც ძალიან განსხვავებაა, რა თქმა უნდა, ქსელურის მხრივაც და რა თქმა უნდა, კლუბურის მხრივაც. ამასაც აგიხსნით რა და როგორ. ასევე გეტყვით იმას, რომ მე ვახსენე ამ წუთას გვაქვს ბიოდანამატები წარმოდგენილი და ეს ბიოდანამატები არის ამ ბიოდანამატებზე მუშაობდნენ მეცნიერ-მუშაკები, ცოლ-ქმარი რაიან და ლიზა ბუტკინები, წლების განმავლობაში მუშაობდნენ 4-5 წელი და თითოეული პროდუქტი, აი არ ვიცი, ძალიან ბევრი პროდუქტი ამ წუთას არ აქვს წარმოდგენილი, თუმცა ყოველთვე ახალი პროდუქტი გვემატება და რასაც ქვია, სათუთად ესე დაკვირვებით არის ყველაფერი შემუშავებული, ისეთი CBD გვაქვს, CBD-ის ზეთი გვაქვს, კანაფის ზეთი ეგრეთ წოდებული. ჩვენ შემთხვევა ქონდა, ცოტა გადახოვას გავაკეთებ ხოლმე, ესე რომ შემთხვევა ქონდა ასეთი, რომ ჩვენი კანაფის ზეთი გააჩერეს საბაჟოზე, რომ ფიქრობდნენ ზოგადად ყველა კანაფის ზეთში ყოფილა რაღაცა ისეთი ნარკოტიკული შემცველობა, რომელიც არ შეიძლება რომ შემოვიდეს და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენმა ერთ-ერთმა პარტნიორმა გაასაჩივრა ეს ყველაფერი, იმდენად დარწმუნებული იყო ჩვენს კომპანიაში და ნამდვილად აი 100%-ით ვართ უკვე დარწმუნებული და თავდაჯერებული ვსაუბრობ ნამდვილად და ისეთი შედეგები გამოვიდა ექსპერტიზიდან, რომ ჩვენი CBD ჩვეულებრივად საბაჟოზე აღარ დაკავდება, რადგან არანაირად არ შეიცავს ნარკოტიკულ შემცველობას. სხვა კომპანიები რომ აწარმოებენ, ისინი თურმე შეიცავს და ამიტომ არის აკრძალული შემოტანა და
ჩვენი კომპანია ლიგუდის პროდუქცია არის ნატურალური, ბიო და განსაკუთრებულად სხვანაირად დამუშავებული და დამზადებული და ნამდვილად ზრუნავენ ადამიანებზე ეს ადამიანები. რაც შეეხება ამ ბიოდანამატებს და რაც შეეხება რომ კომპანია არის სულ რაღაცა 2 წლის, ესეც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი წინსვლა და ასეთი რეგისტრაციები არ ახსოვს არც ერთ კომპანიას, რომ 2 წელიწადში კომპანიაში უკვე არის 2 მილიონი ადამიანი დარეგისტრირებული. აი, წუთებში აქ როგორი რაღაც ხდება უყურეთ, როდესაც მე ადამიანს ვარეგისტრირებ, აი იმ წუთებში შეიძლება სანამ მეორეს ვიღაცას დავარეგისტრებ, თქვათ, რამოდენიმე მინდა დავარეგისტრირო. აი იმ წუთებში და წამებში ხდება ადამიანების იქ ჩვენს კაბინეტში შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი ადამიანი რეგისტრირდება. აი საოცრება ხდება, ჩემოკარგებო, აი არ ვიცი. მოკლედ, მთელი მსოფლიო აქტოვანებულია და ჩაბმულია ამ საოცარ სისტემაში. და ჩვენი კომპანია არის, როგორც მოგახსენეთ, მე ასე ვიტყოდი, გაყიდვების პლატფორმა. ამ წუთას გვაქვს, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი ეს საოცარი ბიოდანამატები, რომელმაც ძალიან ბევრი შედეგი დადო ამა თუ იმ დაავადებებზე, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ, მაგრამ კომპანიაში შემოვა, მე გითხარით, როგორც კლუბური სისტემა, როგორც არის Amazon-ი, შემოვა ყველაფერი, რაც კი არის გაყიდვადი. დაწყებული 60-დან დამთავრებული იურიდიული დახმარებაც კი. და ეს ყველაფერი ჩემოკარგებო, გვაქვს 75%-იანი ფასდაკლებით სხვა კომპანიებთან შედარებით. აი ეს მინდა რომ კარგად გაიგოთ. ეს მაგალითად მაგნიუმი ეხლა უკვე ფასდაკლებით არის ჩვენს კაბინეტში. ეს მაგნიუმი სხვა კომპანიაში ღირს თქვათ $30, $20, მაგრამ ჩვენთან $8.50, $10 მაქსიმუმ. ასე ღირს და ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა კომპანიებთან შედარებით 75%-იანი ფასდაკლებით გვაქვს წარმოდგენილი. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, მოგახსენებთ, რომ აქ როგორი სტრატეგია შეიმუშავეს ჩვენმა დამაარსებლებმა, ჩვენმა ბატონმა ბენგლისკიმ, ჩვენმა კომპანიის დირექტორმა. ზოგადად, როდესაც ვაკეთებ ხოლმე შედარებას, როდესაც არის კომფორტულად მოწყობილი და ეხლა ძალიან ბევრი არის საქართველოში და ძალიან მიხარია. არიან მაღაზია, რომელიც არის ერთ სივრცეში, არის კომფორტულად მოწყობილი და მოკლედ სიამონებს იქ შესვლა და არის ყველაფერი ხელმისაწვდომი და აღარ მიწევს მე არსად გასვლა და მე ვზოგავ დროს და ენერგიას. მე აღარ ვივლი სხვა მაღაზიებში, პატარა ბუტიკებში და აღარ დავხარჯავ დროს. თან როდესაც ვიცი, რომ იქ არის მაღალი ხარისხი, ყველაფერი და არის ასე დაბალ ფასებში. 75%-იანი ფასდაკლებით. აი ზუსტად ამას გვთავაზობს კომპანია ლიგუდი. აი ასე მომხმარებელი მიზიდა შექმნა პლატფორმა ჩემოკარგებო. ყავს ძალიან ბევრი რაოდენობა უკვე ადამიანების და უკვე თვითონ კომპანიებს სურთ შემოსვლა და შემოიტანონ თავიანთი პროდუქტი. აი მაგალითად მე მოვიყვან კიდევ ესეთ რაღაცას, რომ აი მაგალითად ქარვასლა, ხო? აშენდა, გაკეთდა და იქ ქირავდება ძალიან ბევრი, ვიცით, ადგილი, ხო? და ბევრი მომხმარებელიც ყავს. აი მსგავსი რაღაცაა, უყურეთ, ასე გაკეთდა კომპანია ლიგუდი და მე მაგალითად აღარ ავირჩევ გვერდზე, ქარვასლის გვერდზე პატარა ბუტიკს და იქ არ შევალ, რა თქმა უნდა, სადაც კომფორტია, იქ შევალ და იქ ვაწარმოებ ჩემს პროდუქტს. აი ასეა ზუსტად კომპანია ლიგუდი. გაუმზადა კომპანიებს შემოსასვლელი ბაზა შეუქმნა და უკვე კომპანიები შემოდიან ჩვენს პლატფორმაზე. ოღონდაც ისინი კი არ გვიყენებენ ჩვენ წინაპირობას, არა. კომპანიას აქვს თავისი მოთხოვნილებები, უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხი. ამას იმიტომ ვუსვამ ხას, რომ აი Amazon-ში მაგალითად შეგიძლიათ რაღაცა თქვენი ნივთიც გაიტანოთ და გაყიდოთ. აქ ასე ვერ მოხდება. აქ იქნება მაღალი ხარისხი და უმაღლესი მომსახურება, რა თქმა უნდა, და დაბალი ფასი. და ეს როგორ უნდა მოხდეს, ხო, გაგიჩნდებათ კითხვა. რა მოგებარჩება მაშინ კომპანიას? უყურეთ, ეხლა აქ რა ხდება.
მაგალითად, როდესაც ადამიანი Amazon-ში არის დარეგისტრირებული, ის ყოველთვიურად იხდის $10, რათა მიიღოს 75%-იანი ფასდაკლება. ბოდიში 75-იანი იქ არის უფრო დაბალი ფასდაკლებები, 20-30%-იანი ფასდაკლებები, ლიგუთს აქვს 75%-იანი. და ეხლა აქ რა განსხვავება არის? აქაც ვიხდით $10. და $10 ისთვის ვიხდით. Amazon-ში კი იხდიან $10, მაგრამ იქ ხელფას არავინ არ აძლევს. თქვენ ყიდულობთ $50 საშვილთაშვილო ბიზნესს. $40 ყიდულობთ თქვენს მაღაზიას, ონლაინ მაღაზიას, მხოლოდ ერთხელ იხდით ცხოვრებაში $40 და ყოველ თვე იხდით $10, შემოკარგებო, და ამ $10-დან ფინანსდება ზუსტად ეს ჩვენი საოცარი პროდუქტი და ასევე ამ $10-დან ჩვენ გვერიცხება საოცარი ხელფასები და საოცარი ბონუსები. 7 გზის ბონუსია, 7 გზის შემოსავალი აქვს კომპანია Livgoods და ეხლა მე გავამახვილებ 3 შემოსავალზე ყურადღებას. პირველი შემოსავალი, როდესაც დავრეგისტრირდი და გადავიხადე $50, გამოვიწერე საოცარი ბიოდანამატები, მივხვდი სად ვარ, ხო? მე მაგალითად დამნაშავედ ვიგრძნობ თავს, მე როდესაც დავრეგისტრირდი, ერთ კვირაში 4 ადამიანი დავარეგისტრირე და თითო ადამიანიდან შემოკარგებო კომპანია გჩუქნით 50%-ს. ის რომ გადაიხდის $50, თქვენ მეორე ხუთშაბათს აქ გვაქვს კვირეული შემოსავლები და ასევე გვაქვს ყოველთვიური თვის ბოლო შემოსავალი. და თქვენ ეს არის სწრაფი ბონუსი, ასე იგი პირველადი დარიცხვის ბონუსი და თქვენ $25 თითო ადამიანიდან დაგიჯდებათ ანგარიშზე. ეს რას ნიშნავს? ესე იგი მე თუ $50 გადავიხადე, გამოდის რომ მე ჩემი ბიზნესი სრულიად უფასოდ დავიწყე, რადგან მეორე კვირაში უკვე $100 მიჯდა ანგარიშზე. ასევე გვაძლევს კომპანია და მე მყავს ესეთი კომპანიის ჩემი გუნდის წევრებიც. კომპანია გვთავაზობს მეორენაირად რეგისტრაციას და ვიკეთებს დანაზოგს. შეგიძლიათ $140 დარეგისტრირდეთ და მთელი წელი ის $10 აღარ მოგიწევთ იმის ფიქრი, რომ აი $10 მაქვს გადასახდელი კომპანია Livgoods-ში და ეს $10 არის აუცილებელი. მხოლოდ და მხოლოდ ეს გვევალება. ეს $10 უნდა ვიხადოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ადგილი და მივიღოთ ეს საოცარი ბიოდანამატები. თუ ადამიანი იმას დაიწყებს, რომ აი $10 ყველა როგორ გადავაგდო, იმას ალბათ რა და თუ ვერ მიხვდება რაზე აქვს საუბარი, ის საერთოდ რო არ დარეგისტრირდეს, ის ჯობია. ჩემი რჩევა ასეთი იქნება. და ადამიანი მე მაგალითად უფრო მეტად ვთავაზობ ასეთ ვარიანტს $140-ს, მოგეხსენებათ საქართველოს ამის ნახევარი დაცლილია და ჩვენი ქალბატონები არიან ემიგრაციაში, ვთავაზობ ემიგრანტებს ამას $140-იან რეგისტრაციას, რადგან მათ აქვთ პრობლემა კარტებზე, თუმცა აკეთებენ ესეთი რაღაცაც შეიძლება, რომ მინდა რომ ყველაფერი გითხრათ, რომ ამოწურული იყოს ყველა საკითხი, თუმცა შეგიძლიათ ემიგრაციაშიც გამოიწეროთ საქართველოს ბანკის, უნდა იყოს Mastercard-ის ან Visa Classic-ის ბარათი და ონლაინ შეგიძლიათ ამის გაკეთებაც. ესეც არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც ყოველთვე თუ კი არის თანხა და შესაძლებლობა, უყურეთ, ყოველთვე ხომ გვიწევს $10 გადახდა, 12 თვის განმავლობაში გვიწევს $120, ხო? კომპანია გჩუქნის 20%-ს, ანუ $20 და ვიხდით $100. და მთელი წელი ვარ უზრუნველყოფილი და აღარ მიწევს ფიქრი იმ $10 გადახდის და მე გადავერთვები მთლიანად, რომ მოვიწიო რაც შეიძლება მეტი ადამიანი, გავაცნო მათ ეს კომპანია, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველას გულამდე და ყველას ყურამდე ახლობლებს აუცილებლად უნდა გააგებინოთ, იმიტომ რომ მე გეუბნებით, შემოკარგებო, ერთ წელიწადში მაქსიმუმ ყველა ქართველს ეცოდინება კომპანია Livgoods. კომპანია Livgoods ჩვენთან ერთად იდგავს ფეხს, გვთავაზობს ძალიან ბევრ სიახლეებს, ძალიან ბევრი სიახლეები ჩაინერგა შემოსვლიდან კომპანიაში
და ძალიან მიხარია, რომ ქართული გუნდი ხდებით ამ ყველაფრის მონაწილე და ამ ყველაფერს თვალს ვადევნებ და გეტყვით ამასაც საუცილებლად რას გვთავაზობს. მაგალითად, მე ვახსენებ ბიოდანამატები, ჩვენ აქ არ გვიწევს სხვა კომპანიებში როგორც არის ექიმობანას თამაში, აი ესეც საერთოდ მოხსნილი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენს აი ესეც დაგვემატა ადრე არ იყო, ჩვენს მაღაზიაში ჩაინერგა შეგიძლიათ გაიაროთ დიაგნოსტიკა უფასოდ, სრულიად უფასოდ ლინკით შებძანდებით, ასევე მიაწოდოთ სხვასაც და ამ კუთხითაც დააინტერესოთ ადამიანები და გაივლით დიაგნოსტიკას და ყველა ორგანოზე და დიაგნოსტიკას გადიხართ ამ საოცარ პროფესორებთან, ბუტკინებთან, ვინც შექმნეს ეს პროდუქტები კითხვა-პასუხის რეჟიმით. რამოდენიმე კითხვა, სადღაც 30-იან ესე დაახლოებით, არ დამითვლია და აი დეტალურად გისვავენ კითხვებს, თქვენს გულახდილად, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხობთ და თითოეული ორგანო გულიდან დაწყილი, აი მოკლედ ყველაფერზე გიწერთ თუ რა ორგანო რა მდგომარეობაში გაქვთ, რომელი ორგანო რა მდგომარეობაში გაქვთ. და ამის მიხედვით აი პროცენტულობით აჩვენებს მაგალითად გულის მდგომარეობა რამდენ პროცენტზეა, რამდენად სტაბილურია და აი საოცარია ნამდვილად და მადლობა მათ ამისთვის, რომ არ გვიწევს აქ ნამდვილად ექიმობანას თამაში და უფრო, რა თქმა უნდა, სად პროფესორთან რომ გაივლით დიაგნოსტიკას და ჩვენც დაზღვეულები ვართ და თქვენც დაზღვეულები ხართ, ვინც დიაგნოსტიკას გაივლის. და ასევე გაძლევენ დანიშნულებას იქვე და ყველაზე საოცრება, ასეთი პროფესორები, ესეთი, არ ვიცი, ჩვენი დირექტორია თუ ეს ბენგლისკი და ნოუდერხაზანი აქვთ თავიანთი მეილი უკვე ბოლოს რომ გაივლით ამ დიაგნოსტიკას არის მოცემული ორი ლინკი ლიზა და რაიან ბუტკინების და იქ შეგიძლიათ თქვენ თუ შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი სერიოზული დაავადება და გქონდეთ ანალიზები რაღაც სახში წარმოდგენილი შეგიძლიათ მათ გაუგზავნოთ და ისინი გიპასუხებენ. და დამატებით კიდევ მოგცევენ რჩევებს და დანიშნულებებს. აი ესეც შეგიძლიათ გააკეთოთ. ასევე სიახლე გვაქვს ის, რომ ჩაინერგა კოოპერატივი, ეს რას ნიშნავს? ცოტა ხანი გაიშვა და მე შეჩერდა, რადგან მოგახსენეთ, რომ კომპანია ახლა იდგავს ფეხს ჩვენთან ერთად და ფეხს უწყობს ხალხის მოთხოვნილებებს და რას ნიშნავს ეს კოოპერატივი? ეს კოოპერატივი ნიშნავს შემოკარგებო, რომ შეგვიძლია კლიენტების ყიდვა. აი წეხან ვახსენე, რომ ადამიანს შეიძლება ქონდეს რაღაც დაავადება, დიაგნოზი ისეთი, რომ მიწერა მდოდეს და რაღაცა უფრო მეტის მიღება. მაგრამ ბიოდანამატები ეს ისეთი რაღაცაა, რომ პროფილაქტიკისთვის არის აუცილებელი. თითოეული ადამიანისთვის აუცილებლად უნდა მიიღოთ პროფილაქტიკისთვის, სანამ რაღაც დაავადება ჩამოყალიბდება ჩვენს ორგანიზმში. რადგან ჩვენ ვიცით, რომ ისეთი პროდუქტია, მით უმეტეს საქართველოში ისეთი დაბალი ხარისხის, უხარისხო და გენმოდიფიცირებული პროდუქტია, ორგანიზმი იფიტება, შემოკარგებო, ამიტომ ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ ამიტომ მომრავლდა ამდენი დაავადებები და ასე გაახალგაზრდავდა, იმიტომ რომ არ იკვებება ორგანიზმი, ვერ იღებს იმ ვიტამინებს, ვერ შეიწოვს, საიდან შეიწოვს, ხო? თუკი ეს პროდუქტიც არის გენმოდიფიცირებული და რაღაცა გამოყვანილი. აი, ამიტომ ეს ბიოდანამატები არის აუცილებელი. ამაში შედის თითოეული ვიტამინი, ერთი ვიტამინი კი არა, ზოგში 9 ვიტამინი ერთად შედის, ზოგში 5 ვიტამინი ერთად შედის და აი ეს პროფილაქტიკისთვის 3 თვე მაინც უნდა მიიღოთ წელიწადში, რომ ორგანიზმი გამოჯანსაღდეს, ის უჯრედები აღდგეს, რომელიც ყდომას იწყებს და სწორედ მერე აი აქედან იწყება სიმსივნეები, უჯრედი რომ ყდება და 1000 დაავადებები მოკლედ და რატომ გავაკეთე გადახვევა. ეს ბიოდანამატები უკვე ევროპის ქვეყნებში მოთხოვნადი გახდა და თვითონ სამსახურებში თხოვენ ადამიანებს, რომ მიიღონ ბიოდანამატები, თუ ბიოდანამატებს არ მიიღებენ, სამსახურში არ დაუშვებენ.
და აი ეს კოოპერატივი ეს კომპანია ლიგუთს აქვს ისეთი ბიოდანამატები, რომ ჩვენთან არიან აქ 20-25 წლის მექსელები, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიებში, ზოგადად კომპანიებს აფთიაქში ნაკიდ წამარს ყოველთვის ჯობია, ჩემი რჩევა იქნება, აი ესე კომპანიიდან შეიძინოთ პროდუქტი და ის მიიღოთ. თუმცა სხვადასხვა კომპანიებში მოღვაწეობდნენ, იღებდნენ სხვადასხვა წამალი იყო თუ ბიოდანამატი იყო თუ რაღაც, მაგრამ არ ქონდათ ასეთი შედეგები. რაც კომპანია ლიგუდის პროდუქტმა დადო. მე გითხარით, რომ თავიდან არ ვიყავი ნამდვილად დაინტერესებული პროდუქტით, ვინაიდან შემოსავლები უფრო მაინტერესებდა ამ კუთხით დავრეგისტრირდი, მაგრამ ისეთი საოცრებები ხდება. 2-3 დღეში უკვე ადამიანი გრძნობს შედეგს. მე მყავს ერთ-ერთი ჩემი პარტნიორი, რომელიც უკვე მეორე წელია ჩემს გვერდით არის და სამწუხაროდ ჯერ ვერ მოიწვია ადამიანები, მოგახსენეთ ის, რომ არის უნდობლობა და ძალიან ბევრი საუბარი სჭირდებათ მათ ამისთვის, თუმცა მან ერთი მაგნიუმი გამოიწერა, მე მთხოვა დახმარება და ქალბატონს ჰქონდა ხელის კრუნჩხვები, უძილობა, წნევები და აი ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთმა მაგნიუმმა, ერთმა კოლოფმა მოუგვარა. წარმოგიდგენიათ, ეს ქალი ესეთი აღფრთოვანებულია, უკვე ვეღარ ჩუნდება და თავის სამეგობროს სათითაოდ ურეკავს და ყველას ეუბნება. აი ასეთ სასწაულებს აკეთებს ეს საოცარი პროდუქტები. და ეხლა რაც შეეხება რეგისტრაციას დაუბრუნდები ისევ და როდესაც დარეგისტრირდებით, ეს თქვენი გადასაწყვეტია $50 აირჩევთ რეგისტრაციას თუ $140, ისიც მოგახსენეთ, თუ $10 რისთვის არის საჭირო რომ ვიხადოთ და როდესაც უკვე 2 ადამიანს მოიწვევთ, აქ უკვე არის შემოკარგებო სტატუსები და თქვენ უკვე მიგენიჭებათ ბრინჯაო სტატუსი. და ეხლა რაც გვაძლევს ბრინჯაო სტატუსი? წინა ჩართვაზე უკვე იმდენად აღარ მინდა რომ პასიურზე ვისაუბრო, პასიურ ადამიანზე, საერთოდ გამოგვჩა პასიური ადამიანი, თუმცა მაინც ვიტყვი 1-2 ოდეს ვიტყვით. რა შეიძლება მაგალითად ადამიანი რომელიც შემოვიდა ვერ იწვევს ადამიანებს, მასთან ჩამონასხმი მოხდება აუცილებლად ადამიანების, მაგრამ ეს როდის მოხდება არავინ არ იცის. რა თქმა უნდა, როდესაც სამსახურში მივდივართ და დაგვავალებენ რაღაცას ხომ, რომ რაღაცა გავაკეთოთ და ჩვენ ვერ გავაკეთეთ და ვერ შევძელით, ხელფასი იმ წუთში კი საერთოდ არ მოგცევენ და აქ ეს კომპანია პასიურ ადამიანსაც კი დროთა განმავლობაში სთავაზობს $2000 ხელფასს. აქ ერთი საოცარი ქალბატონი ყავს, კიდევ 25 წლის მექსელია ქალბატონი მედია და ძალიან კარგი შედარება გააკეთა. ადამიანები თან საქართველოში ველოდებით $300 პენსიას 60 წელი და $2000 ხელფასს რომ დაველოდოთ 10-15 წელი. არ ღირს? ნამდვილად ღირს, ალბათ დამეთანხმებით, საერთოდ რო არაფერი ვაკეთო და არაფერი ვაკეთო კი არა. ადამიანები ვერ მომყავს, ხო? მაგრამ ვიქნები ჯანმრთელად იმ 3 თვის განმავლობაში წელიწადში გამოვიწერ ამ საოცარ ბიოდანამატებს 75%-იანი ფასდაკლებით, გავიხანგრძლივებ სიცოცხლეს და დაველოდები, რა თქმა უნდა, შემოსავარს, მაგრამ რატომ უნდა დაველოდოთ? უბრალოდ ეს ცოტა წარმოუდგენელია. არ შეგაშინოთ უარებმა, მოიყვანეთ ჩვენამდე ადამიანები, გაგვასაუბრეთ, მით უმეტეს ახლები მით ბრძანდებით, დამიჯერეთ. ალბათ 1-5-6 თვე მაინც დამჭირდა, რომ კიდევ კარგად ჩავწდომოდი ამ კომპანიას. აი ახლა 2 წელია უკვე რაც ამ კომპანიაში ვარ, მაგრამ აი ახლა ვიტყვი, რომ აი ძალიან მიყვარს კომპანია ლიგური. თუ არ შეიყვარეთ ეს კომპანია, თუ არ ჩახვდით, რაზე არის საუბარი, ვერ გადასცემთ შემოკარგებო და ამიტომ არის აუცილებელი, აი ამიტომ ვაკეთებთ ამ ჩართვებს ყოველ 2 შაბათს, 4 შაბათს გვაქვს საოცარი შეხვედრები, თავისუფალი თემები გვაქვს ხოლმე და პარასკევს. აი ეს 2 წელია ასე უწყვეტად ვატარებთ ამ შეხვედრებს მხოლოდ თქვენთვის, რა თქმა უნდა, რომ მოიყვანოთ ადამიანები, დაასწროთ ამ საოცარ პრეზენტაციებს, დაგვისვათ კითხვები და ვუპასუხოთ ამ კითხვებს. მოკლედ, ბრინჯაოს სტატუსში გავხდი, როდესაც მოვიყვანე 2 ადამიანი.
და უკვე ახლა აქ რა ხდება? მე ვახსენე, რომ თქვენი მოწვეული ადამიანიდან, როდესაც მას მოიწვევთ, 50% უკან გიბრუნდებათ. ეს არა მხოლოდ მოწვევისას. მე მაგალითად მოვიყვანე 2 ადამიანი და ვეღარ მყავს სხვა ადამიანები და ეს 2 ადამიანი მუშაობს და მე ჩემთან უკვე აქ არის ლეველები, ანუ დონეები და აი ამ დონეების და ლეველების შევსების მიხედვით გვერიცხება ხელფასები. ამასაც შევეცდები აგიხსნათ მარტივიანით, რას ნიშნავს ეს დონეები. მაგალითად, მე როდესაც 2 ადამიანი მოვიწვიე, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი დონე დავხურე, ანუ პირველი ლეველი. მეორე დონეში არის 4 ადამიანი. მესამე დონეში არის 8 ადამიანი. მერე არის 16, 32, 64 და აი ასე თანმიმდევრობით პასიურ ადამიანს ეხსნება 12 დონე, ანუ 12 ლეველი, უკვე ბრინჯაო რომ გავხდი, გამეხსნა მე-13 ლეველიც და უყურეთ გაორმაგების პრინციპით მივდივართ დაბლა და რაც უფრო სიღრმეში ჩავდივართ, ადამიანების რაოდენობა მით უფრო მატულობს. და როდესაც უკვე ვარ ბრინჯაო და ყავს 2 ადამიანი და ჩემი 2 ადამიანი უკვე გავიდა სტატუსებზე, აქ არის ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო და ოქროს სტატუსში როდესაც არის ადამიანი, მას თავიდან დაეწყება $10, $20 დროთა განმავლობაში ის ადის $8000 ხელფასზე. და მე თუ ის რო დარეგისტრირდა $50 და დამერიცხა მისი 50% $25, ნახეთ აქ რა საოცრება. ის რომ გავიდა ოქროზე და ავიდა ხელფასზე $8000-ზე, მისი შემოსავლის ნახევარი $4000, გლობალური შემოსავალი, ყოველთვიური შემოსავალი მე მერიცხება ყოველი თვის ბოლოს. ასეთი რამე არსებობს სადმე რომელიმე კომპანიაში გაგიგიათ, აი ასეთი საოცრებები ხდება და რამდენი პირადიც გეყოლებათ. მათი ნამუშევრის 50% გერიცხებათ თქვენ. აი ასეთ შესაძლებლად, ასეთ საოცრებებს გვთავაზობს ეს კომპანია, აი საოცრად არის გათვლილი. ისეთი იოლის სამუშაოა ეს კომპანია და აი არ ვიცი, მე მგონია რომ ყველა მწვერვალს დავიფრთხობთ თანდათანობით. რა თქმა უნდა, აქ აუცილებელია მოთმინება, არ უნდა შეგვეშინდეს უარების, აუცილებელია დრო, მუშაობა და ეს თანდათან ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოდის. მე ამის მოწმე გახლავართ, რადგან უკვე ვარ შემოსავლებზე გასული, საკმაოდ კარგ შემოსავლებზე გასული და მე აღარ მიწევს გარეთ გასვლა და აღარ მიწევს სხვას დავემორჩილო, მითხრას ეს ასე გააკეთე, ეს ისე გააკეთე, რაღაც მაქვს ჩემი საკუთარი ბიზნესი, ვმართავ სახლიდან გაუსვლელად, ასევე ვარ ჩემს საყვარელ ოჯახთან ერთად და მაქვს მშვენიერი შემოსავალი. და ეს შანსი რატომ არ უნდა გამოიყენოს მე თუ გამომივიდა, გამოგივა შენ საუცილებლად. და ახლა გადავალ თან სტატუსებზე. და ახლა როგორ გავხდეთ ბრინჯაოს მეროყებობის ვერცხლის სტატუსი და როგორ გავხდეთ ვერცხლი. ვერცხლი არის ძალიან იოლად რომ გახვიდეთ ამ ვერცხლის სტატუსზე და აქ თქვენი ხელფასებიც ახლა ბრინჯაოს შემთხვევაში რა ხდება? უყურეთ, თქვენ რომ დარეგისტრირდით 2 ადამიანი მოიწვიეთ და გერიცხათ მათგან 50%, ისინიც რომ მოიწვევენ, მათგან გერიცხებათ 5%. და უყურეთ, ახლა რომ გადახვათ უკვე ვერცხლის სტატუსში, ბრინჯაოს შემთხვევაში 2 დონიდან გერიცხებათ შემოსავალი, ეს არის ყოველკვირეული შემოსავალზე ვსაუბრობ, თუმცა ის შემოსავალი გლობალური ყოველი თვის სულ გერიცხებათ ყველა თქვენი ადამიანი და ვინც კი იქნება თქვენს გუნდში და თუ გინდათ რომ ვერცხლი გახდეთ, ამისთვის საჭირო არის გუნდში უნდა ყავდეთ სრულად 20 ადამიანი და 10 პირადი მოწვეული. ან უნდა ყავდეთ 10 პირადი მოწვეული, 3 ბრინჯაო, უყურეთ, ეს აუცილებელია კიდევ რომ ვიცოდეთ, სხვადასხვა ფეხში უნდა ყავდეს ეს 3 ბრინჯაო და 20 ადამიანი გუნდში. და აქ უკვე გეხსნებათ, წეხამ რომ გითხარით 50% თქვენი მოწვეულიდან გერიცხებათ, მისი მოწვეულიდან 5%, ამას პირეულს საუბრობ, დაბლიდანაც 5%, მესამეში და მეოთხედანაც უკვე 5% და მერე 3, 2 და ესე ნელ-ნელა სტატუსების მიხედვით. ესე იგი 4 სიღრმე გაგეხსნათ,
როდესაც გახდით ვერცხლი და აქაც გერიცხებათ $4,000 შემოსავალი. გუნდში უნდა ყავდეთ 20 ადამიანი, ან 10 პირადი მოწვეული, ან უნდა ყავდეთ 10 პირადი და 3 ბრინჯაო სხვადასხვა ფეხში და თქვენ ხდებით უკვე ვერცხლი. და ეხლა როგორ უნდა გავხდეთ ოქრო? და რა გვემატება, როდესაც გავხდი ოქრო? ოქრომ რომ გავხდი, უკვე გამეხსნა მე-14 ლეველი, ანუ მე-14 დონე, ორის გალაგების პრინციპით. და ჩემი ხელფასი დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, როგორც კი ოქრო გახდებით, მაშინათვე $8,000 არავინ არ მოგწევს, რადგან იმიტომ გავამახვილე ყურადღება იმ დონეებზე და ლეველებზე, ის რომ შეივსება იმ ორის პრინციპით, თქვენ თანდათან გადიხართ უკვე $8,000 შემოსავალზე და აქ უკვე დაგემატათ ყოველკვირეულ შემოსავალში 6 სიღრმე. ესე იგი 50% მისი მოწვეულიდან 5, 5, 3 და 2. უკვე აქ გაგეხსნათ 6 შემოსავალი 6 დონიდან. და როგორ უნდა ეხლა როგორ უნდა გახდეთ ოქრო? სხვადასხვა ფეხში უნდა ყავდეთ 3 ვერცხლი და გუნდში აუცილებლად უნდა ყავდეთ 100 ადამიანი მოწვეული. აი ამ შემთხვევაში თქვენ გადიხართ ოქროს სტატუსზე. და უკვე მერე მოდის პლატინა და პლატინის სტატუსში უნდა ყავდეთ სხვადასხვა ფეხში, უნდა ყავდეთ 3 ოქრო და 500 ადამიანი გუნდში. და თქვენ უკვე ხართ პლატინის სტატუსში, მაგრამ აქ ხელფასი ისევ 8,000 რჩება, მაგრამ სიღრმეები გეხსნებათ აქ და უკვე აქ 8 სიღრმიდან შემოგდით ყოველკვირეული შემოსავალი. და ბოლოს არის ბრილიანტის სტატუსი, რომელიც ძალიან მალე მინდა რომ აღჭრიალდეს საქართველოში, რომ ეს ძალიან დიდ პრივილეგიას მისცემს ქართველებს. და როგორ უნდა აქაც უნდა ყავდეთ სხვადასხვა ფეხში უკვე პლატინა და უკვე გადიხართ ბრილიანტის სტატუსში. და ეს ბრილიანტი რას გვაძლევს? ბრილიანტი გვაძლევს, რომ როგორც კი ერთი ბრილიანტი აღჭრიალდება საქართველოში, ეს საოცარი ბიოდანამატები ამ წუთში წარმოდგენილი რაც გვაქვს და რომელი კომპანიებიც უკვე გვემატებიან, ასოც კომპანიაზეა საუბარი, მათი პროდუქცია უკვე იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი და ჩვენ ახლა უკვე ამერიკიდან რო ვიწერთ და ველოდები უკვე 2 კვირაა ჩემ პროდუქტს და მე მგონი დღეს უკვე ჩამოვიდა და ძალიან მიხარია. უკვე აქ იქნება საქართველოში და 2-3 დღეში საქართველოს პოსტა მოგვაწვდის. როგორც კი ერთი ბრილიანტი გვეყოლება საქართველოში, უკვე $16,000 აქვს მაქს შემოსავალი. ასევე აქვს 3 ფეხში ხომ ეყოლება ოქრო, ხომ წარმოგიდგენიათ, მათი შემოსავლების 50% რამდენი იქნება და აქ უკვე რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქალბატონმა ნანამ შეიმუშავა 3+3-ის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ აი სულ ვახსენებდი, რომ 3 ადამიანი უნდა ყავდეთ, 3 ვერცხლი, 3 ოქრო, ასე რომ 3 აქტიური ადამიანი არის აუცილებელი, რომ მოიყვანოთ და იმ თქვენ 3 ადამიანმა რომ მოიყვანოს 3 აქტიური ადამიანი. აი ახალ შემოსვლები ახლა ვინც ბრძანდებით და თუ ამ პრინციპით დაიწყებთ მუშაობას, უფრო მალე, ძალიან მალე გახვალთ სტატუსებზეც და ძალიან მალე გახვალთ ძალიან მაღალ ხელფასებზეც. კიდევ რა შემიძლია გითხრათ ამ კომპანიის შესახებ? მოკლედ რა მსგავსი კომპანია ჯერ მსოფლიოს არ ახსოვს ჩემო კარგებო, ის რომ არის საქართველოში ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თითოეულმა ქართველმა და ქალბატონი ნანალომიძე ისე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება მასზე ზრუნავს როგორც მშობელი ზრუნავს საკუთარ შვილებზე, რადგან თითოეული ვიდეო ინსტრუმენტების ჩათი გვაქვს გაკეთებული, გააკეთა ქალბატონმა ნანამ და თუ როგორ უნდა შეხვიდეთ თქვენს კაბინეტში, სად რა არის, რა უნდა ნახოთ, გადარიცხვები როგორ ხდება, აი მოკლედ აი ყველაფერი დეტალურად აქვს ქართულად გაკეთებული და აი ამ კუთხითაც თქვენ არ გაქვთ არანაირი შეზღუდვა და ეხლა ჩვენ რო ვიწყებდით მაგალითად, მაშინ მართლა ერთად ვიწყებდით და ძალიან კარგი პროცესი იყო. ძალიან სიამოვნებდა რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა უფრო მზამზარეული ხდებათ ყველაფერი ნამდვილად და ჩვენც უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ადრე ვიცოდით და მოკლედ გვიგულეთ თქვენს გვერდით.
რაც შეეხება ამ საოცარ ბიოდანამატებს გითხარით რომ მოგვიანებით მოგახსენებთ ეს არის აქ არის ნახეთ კენკრა წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობა ბროწეული ეს არის სუპერ წითელი რომელიც არის სისხლის ძარღვების გამწმენდი და ეხლა რომელ პროდუქტებსაც გაჩვენებთ ეს 6 პროდუქტი რომელიც ეხლა აქ წარმოდგენილი არის უფასო გზავნილში შემოკარგებო ეს რას ნიშნავს უფასო გზავნილი იმდენად კრეატიულები და კაცმოყარეები არიან ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები და დამაარსებლები იმდენად სჭირდება აი ეს 5-6 პროდუქტი ადამიანებს რომ მათმა გაგვიკეთეს საჩუქარი რასაც ქვია და მხოლოდ პროდუქტის თანხას ვიხდით ეხლა ამერიკიდან ჩამოტანა უბრალოდ ამანათიც ალბათ რომ მოგსვათ რამხელა თანხები სჭირდება რომ გამოგზავნო ხო და ჩვენ ამას არ ვიხდით ეს არის სუპერ წითელი როგორც მოგახსენეთ არის სისხლის ძარღვების გამწმენდი და წნევას არეგულირებს ძალიან კარგია ეს არის სუპერ მწვანე რომელიც აწესრიგებს ყაბზობას და რა ვიცი ძალიან კარგია დიარეა აი არ ვიცი და ზოგადად მე ფსიქოსომატიკითაც ვარ დაინტერესებული და კუჭი ზოგადად არის ნერვები და კუჭი როდესაც კუჭზე პრობლემაა მაშინ არის რაღაცა ნერვული აშლილობაც თუ აი ნერვული რაღაც სტრესი როდესაც არის მაშინ კუჭიც გვაწუხებს და აი როდესაც კუჭის პრობლემას მოიგვარებთ ამ საოცარი ჩვენი მწვანეთი ეს თქვენი მდგომარეობაც დასტაბილურდება უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს მერწმუნეთ და აქ არის რამოდენიმე ვიტამინი ერთად ამ პროდუქტში არის საოცრება კოქტეილის სახით არის შეგიძლიათ იქ ჩვენი ისინი ვინც არიან ლიზა და რაიანი ბევრჯერ არის ხომ მაგალითად ერთმანეთშიც გადაურევენ მაგრამ მე მაინც რეკომენდაციას ვუწევ ცალ-ცალკე ჯობია თუმცა ერთმანეთს შერევითაც არაფერი არ შავდება მაგრამ მე მაინც ვფიქრობ უკეთესია ესე ცალ-ცალკე მიღება გახსნით წყალში თითო მე მაგალითად ამას ნახევარზე ცოტას ვიყრი რადგან როგორ აი ნახევარიც რომ მომივიდეს ხო ცოტა გულს მიჩქარებს ხოლმე და თქვენს ორგანიზმზე და ინდივიდუალური ადამიანი მოგეხსენებათ და სხვადასხვანაირად მოქმედებს ეს არის საოცარი აი ეხლა როდესაც ვირუსებია შემოკარგებო ეს ფაქტორ 4 ყველას უნდა გვედოს სახლში ეს არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი არის საოცრება ფაქტორ 4 რომელიც აკრობს ანთებით პროცესს თუ კი სადმე არის დედა K ვიტამინი ერთად ეს არის იშვიათად რომ დედა K ვიტამინი იყოს ერთად და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე შემოკარგებო იმას რომ რომელი ქვეყნის პროდუქტია როდესაც ამერიკულ პროდუქტზე საუბრობთ და მით უმეტეს კომპანია ლივგუდის პროდუქტზე ეს არის უნიკალური ეს დედა K ვიტამინი ერთად არის საოცრება ეს არის მამაკაცის ვიტამინი ასევე არის ქალის ვიტამინი რომელიც შეიცავს რკინას დიდი რაოდენობით და აუცილებელი არის ყველასთვის და ეს არის საოცარი მაგნიუმი რომელიც წეხანი მოგახსენეთ რომ საოცარი შედეგი დადო და არაერთი შედეგი გვაქვს ჩვენ აქ შედეგების ვიდეოს და გვექნება 4 შაბათობით თვეში ერთხელ ეს შედეგები და აუცილებლად შემოგზადით და მოისმინეთ და მე ასევე მაქვს წარმოდგენილი კანაფისეთი ჩემი საყვარელი კანაფისეთი და მაქვს უყურეთ ეს არის პიტნის არომატით ეს არის ჩვეულებრივად არომატის გარეშე აი ენის ქვეშ მაგალითად მე 11 წლის ვაჟი მყავს და ენის ქვეშ თითო წვეთს ვაწვეთებ ხოლმე და აქ ძალიან შვიდი ძილი და ამის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია ჩემი ოჯახი რაღაც ვირუსი იქნება თუ რამე აი ენის ქვეშ დავიწვეთებთ და ხართ დაცული ძალიან ბევრი დაავადებებისგან და რა ვიცი სიმსივნური უჯრედების კი დაბლოკა და შეაჩერა შემოკარგებო ასე რომ იმყოფებით საოცარ ადგილას და თუ თქვენ აქ პირველად მოხდით მერწმუნეთ რომ ეს ღმერთის ნება იყო და მე ხშირად ვამბობ ხოლმე აქ რჩეულთა ადგილი არის კომპანია ლივგუდში და ვინც ჩვენი კომპანიის წევრი გახდება ვფიქრობ ის არის ღმერთის რჩეული ადამიანი სულ ეს მინდოდა მეთქვა ვეცადე ძალიან უბრალო ენით გადმომეცა მოკლედ ეხლა ველოდები თქვენს კითხვებს დასვით ნებისმიერი კითხვა და არ იფიქროთ რომ ეს კითხვა შეიძლება არ იყოს საინტერესო არა
ყველა კითხვა არის საინტერესო და ის კითხვა, რომელიც თქვენ გაქვთ, შეიძლება სხვასაც საინტერესებდეს და აუცილებლად უნდა დასვათ. უღრმეს მადლობას მოგიხდით დროის დათმობისთვის და ამ საღამოს გალამაზებისთვის. გელოდებით. მოგესალმებით, პატივცემულო, სტუმრებო. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინი ჩვენი პრეზენტაციისთვის, ამ ლამაზი საღამოსთვის მართლაც. ახლა კი ჩვენ სტუმრებს, როგორც ქალბატონმა ნინომ მოგმართათ, მიკროფონს დაადეთ თითი, ანუ ხელისაწევა მიჩვენეთ, რომ მე აქედან ჩაგერთოთ. დასვით ნებისმიერი კითხვა. მადლობთ ქალბატონს. მოგესალმებით მეგობრებო, ერთი წუთით მე მაგ კითხვა ქალბატონო ნინო არ ვიყავი, არ გესწრებოდით, მაგრამ აი ამ წუთას შემოვედი და უცებ მესიჯი დამხვდა და მომივიდა ცხელი მესიჯი ამ წუთას ვთქვა, არ შეიძლება, კი ვეჭუბე იმას თქვენ ვერ გეიგებდით მეთქი. ასე გითქვიათ, 10-15 წლის მერე იწყება ხელფასებიო და ვერ გაიგე მეთქი, მე ვთხარ ეს საიდან მოიტანე, მე არ უსმენდი მაგას მეთქი და არ არსებობს ისეთია მეთქი. კი გავეცი პასუხი. კი ბატონო, აუცილებლად ვიტყვი. ეს უბრალოდ მე მოვიყვანე და რომ გააგებიოთ. მადლობა და ბოდიში. არა, რას ლაპარაკობთ. ეს უბრალოდ მე პასიურებზე მქონდა საუბარი და მოვიყვანე მაგალითი, რომ მაგალითად ადამიანი 60 წელი ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვა მეთქი, რომ პენსია ელოდება ადამიანის 60 წელი მეთქი და 10-15 წელიც რომ მოგიწევთ დასთა მეთქი, ეს ხუმრობით თქვით, რომ თუ კი იმუშავებთ და აქ უყურეთ, აქ აუცილებლად შეწყდება რეფერალური სისტემა, მაგრამ როდის შეწყდება ეს არავინ არ იცის და აქ წამოვა მე თავისთავად ჩამონასხმი და დროთა განმავლობაში ზუსტი დრო ეს არავინ არ იცის, 10 იქნება, 3 იქნება, 2 იქნება თუ 5 იქნება, ეს არავინ არ იცის. უბრალოდ მე სიტყვის მასალად ვიხმარე და დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ქალბატონო როზა ამ კითხვისთვის, რომ არ დარჩა გაუგებარი. ეს უბრალოდ ვახსენე მე, რომ პასიურში რომ მიჯდე და 10 წელიც რომ დაელოდო, თუ კი 60 წელი ელოდები პენსიას მეთქი, უბრალოდ ეს თქვით, რომ ეს არავინ არ იცის, რამდენ ხანში იქნება, შეიძლება 3 წელი დაჭირდეს, შეიძლება 4 წელი, მოკლედ არ ვიცით, რამდენი წელი დაჭირდება, უბრალოდ არ უნდა ვიჯდეთ და არ უნდა ველოდოთ, რომ ადამიანები წამოვა ჩამონასხმი და რაღაც თავის დაგვეყრება რაღაც, არა. უნდა ვიმუშაოთ, რაც შეიძლება მეტი, უნდა მოვიწიოთ, თუმცა მარტო ჩვენ მოწვევებზე არ არის აქ დამოკიდებული, თქვენი ზედასპონსორი ხომ მუშაობს, მისი ზედასპონსორი და აქედან ნელ-ნელა ჩამონასხმი ხდება. მე მქონდა ასეთი შემთხვევა, მაგალითად, ჩემს გუნდში უკვე მეორე დაფიქსირებულა და მე მეგონა, რომ ისევ იმაზე მეუნეოდა ჩემი საყვარელი მეგირო, დარეგისტრირდა ადამიანი, მაგრამ მას გაუმართლა ჩემო მოხდა ისეთ ადგილზე, აქტიურ გუნდში, რომ მასთან უკვე ორი დაფიქსირდა, $200 შევიდა, რამდენი წელია? წელიწად ნახევარია. რაც დარეგისტრირებული და $200 დახვდა თავის ანგარიშზე. ისო არავინ არ ყავდა მოწვეული. ახლა ეს რომ არ აღნიშნო, ამის არ აღნიშნო, არაფრით არ შეიძლება. მადლობა კიდევ ერთხელ რომ მითხარით და შემახსენეთ ესეც. და ისე იმდენად აღფრთოვანებული იყო, რომ აი არ ვიცი, რომ არაფერი გაუკეთებია, შევიდა წელიწად ნახევარში და $200 დახვდა თავის კაბინეტში. ეს იმიტომ რომ იმუშავა მისმა ლიდერმა, იმის ზედა სპონსორმა და აი ასე ნელ-ნელა ჩამონასხმი ჩამოუვიდა და ეს გავიდა, ქონდა ეს ხელფასი. მე ასეთი ისიც მყავს, მაგალითად, ერთი ბატონიც არის ასეთი, ყოველ თვე ერიცხება $27. საერთოდ არავინ არ ყავს მოწვეული და ერიცხება 27, ყოველ თვე არის მზარდი, რა თქმა უნდა, ეს ხელფასი, იმიტომ რომ მისი სპონსორი რო ხალხს იწვევს, ჯდება მის სტრუქტურაში. მაგრამ ეს დროთა განმავლობაში დრო სჭირდება აუცილებლად და ძალიან ბევრი დამოკიდებული თქვენ სპონსორზე, თქვენ მის მაღლა სპონსორზე და როდესაც უკვე ჩაიკეტება და წეხანვე კოოპერატივი ვახსენე და მე აღარ განვაქცე, $35 იყო დაშვებული, რომ ეს ბიოდანამატები არის უკვე მოთხოვნადი სხვადასხვა ქვეყნებში, რომ ყოველთვიურად მიიღონ და იმდენად საოცარია ჩვენი ლიმფუდის პროდუქტი, ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს უკვე ამ 2 წლის განმავლობაში
და უკვე კლიენტურასთან თვითონ მოიზიდა კომპანიამ კლიენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ისინი არ ხდებიან ჩვენი წევრები, უბრალოდ იხდიან $10 და ეს ადამიანები ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ $35 იყო და ცოტა ხანი შეაჩერეს, რომ ცოტა ძვირია ეს $35 და უჭირს ხალხს ყიდვა კლიენტებისო და ისინი რამდენი იმას შეიძენენ ამ ბიოდანამატს, ამ წუთას ბიოდანამატი გვაქვს, იმდენი ჩვენ თანხა ამოგვივა. ასევე ეს კლიენტები გვეხმარებიან, რომ ჩვენი ლეველები, ჩვენი დონეები შეიცვოს. კაცრავად. და ასე შეგვიძლია ასეც, რომ ეს კლიენტურის ფასი ნელ-ნელა დაიწევს აუცილებლად, დავა ძალიან დაბალ მინიმალურ ფასებზეა საუბარი და ჩვენ გულს დავეხმარებით ასევე ამ კლიენტების შეძენით და ლეველები უფრო მალე შეევსება და გავლენ ხელფასზე. აი ესეც აქვს ამ საოცარ კომპანიას. ისმეთ კიდევ. დასვით კითხვები აუცილებლად. მარიამ, ჩემგან ჩართული არის მიკროფონი და ახლა თქვენ დასვით, თქვენ დააჭირეთ მიკროფონს თითი და ჩააგირთვებათ. შემდგომ უკვე აბა თუ ქალბატონი მარიამი არ გამოგახმაურება, ქალბატონ ხათიას აქვს შეკითხვა. ახლა ქალბატონო ხათია ჩაგირთავთ. გისმენთ ქალბატონო ხათი? თქვენ განჩართეთ ახლა მიკროფონი. ისმის ჩემი ხმა? კი, ისმის ვერქასა. მოგესალმებით. მინდა რომ ისევ და ისევ წარმატება უსურვო კომპანია Livgoods და მათ შორის თვითონ ჩვენთაგანს. ერთი შეკითხვა მაქვს, აი ახს ბოლოს რომ აღნიშნეთ ქალბატონო ნინო, კლიენტურის შესყიდვასთან დაკავშირებით. ეს ვერ მივხვდი, რაზეა საუბარი და თუ შეიძლება რომ ხელმეორედ განმარტოთ, უბრალოდ თან პარალელურად რაღაცას ვაკეთებდი და კარგად ვერ მოვისმინე, ბოდიშს გიხდით. კი ბატონო, ეხლავე შევეცდები აგიხსნათ და განგიმარტოთ. მოკლედ, ეს ბიოდანამატები, რაც ეხლა გვაქვს წარმოდგენილი, არის საოცარი, დადო საოცარი შედეგები და უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს კომპანია Livgoods, ისეთი, რომელიც ყოველთვიურად იწერს უკვე ჩვენს პროდუქტს. და ეს ადამიანები არიან მზად იმისთვის, რომ იხადონ $10 ყოველთვე და კომპანია გვთავაზობს იმას, რომ თითო ის კლიენტი შევიძინოთ $35 იყო ამ ეტაპზე წარმოდგენილი, მაგრამ ვერ შეძლეს ადამიანმა შეძენაო, მაგრამ თუმცა რომ ყოფილიყო სიამოვნებით ნელ-ნელა შევიძენდი, ჯერ ორი და მე რაღაც ნელ-ნელა მოკლედ და ეს ადამიანები ხდებიან ჩვენს რეფერალებში, ხდებიან ჩვენი გუნდის წევრები, მივსებენ ლეველებს და ყოველთვე ხომ გამოიწერენ თავიანთ პროდუქტს. ჩვენ მათი გამოწერილი პროდუქტიდან გვერიცხება ხელფასები. და ჩვენ არ გვიწევს მათზე იმის თქმა, რომ აი ეს $10 უნდა გადაიხადოთ, ეს უკვე იციან მათმა, კომპანია მუშაობს მათზე, ჩვენ არ გვიწევს მუშაობა, პირდაპირ კომპანიას აქვს მათთან ურთიერთობა, იციან სად შემოდიან, რა უნდა გააკეთო, პირიქით მათ აქვთ სურვილი რომ შემოვიდნენ, უბრალოდ ჩვენ ვყიდულობთ რომ გახდონ ჩვენი საკუთარი კლიენტები. ჩვენი კლიენტები არიან, და აქედან ჩვენ ის სარგებელი გვაქვს, რომ გვეთვლება რეფერალებში და ასევე ის, რომ მათი ნაყიდი პროდუქტიდან გვერიცხება ხელფასები ყოველთვიური. უღრმესი მადლობა. კიდევ რომ გაიმეორეთ ჩემთვის. მადლობას გიხდით და დარწმუნებული ვარ, ბევრს გამეორება ცოდნის დედაო. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. არაფერს, მადლობა თქვენ კითხვისთვის. ქალბატონი ხათუნა ითხოვს ახლა გადავცემთ ქალბატონ ხათუნას სიტყვას.
ისმენთ ქალბატონო ხათუნა, ჩართულია ჭიმგან. ეხლა ისმის ჩემი ხმა? კი. მოგესალმებით ყველას, სასიამოვნო იყო ნინო თქვენი გამოსვლა, ვისიამოვნე ნამდვილად. ჩემი შეკითხვა აი ასე არის. აი ადამიანები, ვისაც შეისყიდიან, ისინი ჩვეულებრივად რეგისტრირდებიან მერე ამ საიტზე თუ როგორ ხდება ეს? კარგი კითხვა. დიახ, კომპანია გვეუბნება ამას. ისინი არიან კლიენტები, როდესაც შემოდიან ჩვენთან, არიან მომხმარებლები და მათგან გვაქვს ეს ორი სარგებელი, რომ ხდებიან ჩვენს გუნდში ლეველებს გვივსებენ და ასევე მათი ხელფასის შემოსავალი გვერიცხება. თუმცა კომპანია აგრძელებს მათთან მუშაობას, ეს პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ისინი ჩვენ არ გვიწევს მუშაობა, ჩვენ არ აგვაქვს მათთან არანაირი შეხება, პირდაპირ კომპანია მუშაობს მათთან, რომ გააცნოს კომპანიის მარკეტინგის შემოსავლები და ის ყველანაირად იზრუნებს, რომ ის ადამიანი აუხსნის მოკლედ კომპანია, რომ თვითონვე მოისურვოს, რომ გახდეს რეფერალი უკვე და გახდეს წევრი, სრულფასოვანი წევრი და ის თუ სრულფასოვანი წევრი გახდება დროთა განმავლობაში, რომ მიხვდება, რომ რა შემოსავლებია და ამას ყველაფერს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, კომპანია აუხსნის, უკვე ჩვეულებრივი რეფერალი იქნება. ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. განა იმას იტყვით, რომ გემრიელია. მადლობა, გასაგებია. არაფერს. ისმეთ? არ მოგერიდოთ დასვით კითხვები. თუ არ არის კითხვები? ხო, ვადევნებ ეხლა თვალს და არ ჩანს კითხვები. კარგით, მაშინ წავიდეთ დასასრულისკენ. კი. უღრმესი მადლობა მინდა მოგიხადოთ ჩემო კარგებო. დროის დათმობისთვის, მერწმუნეთ, აქ გამოყოფილი დრო არ არის დაკარგული ნამდვილად, იმიტომ რომ ვარ მე ძალიან ბედნიერი, რომ ვარ ამ კომპანიის წარმომადგენელი და მინდა რომ თქვენც გახდეთ არ დაკარგოთ დრო აქ გადამწყვეტია, რადგან როგორც ის არ ვიცით რომ რამდენ ხანში გავა პასიურზე ადამიანი, ხო, რაღაც დრო ჭირდება, ხო, 1 წელი, 2 წელი თუ 3 წელი, აი ასევე არ ვიცით რა დროს შეწყდება აქ რეგისტრაციები. თუმცა ეს უკვე განაცხადეს, რომ რეგისტრაციები შეწყდება, მაგრამ როდის ეს არ ვიცით ზუსტად და იქნება მხოლოდ და მხოლოდ კლიენტურა მერე. როდესაც ეს დიდი კომპანია, ეს ჩემი მოსაზრება და მივცემ თავს უფლებას ამისას რომ თქვა, როდესაც ეს კომპანიები შემოვლენ და აი ამიტომ აყოლებენ, მე ასე ვფიქრობ, მათ შემოყვება აუარებელი მომხმარებელი. რეგისტრირებული კი არა, მომხმარებელი შემოყვება მათ და უკვე აღარ იქნება საჭიროება რეგისტრაციის. იმდენი მომხმარებელი იქნება, უკვე კომპანია ლიგუდი ყველას ეცოდინება და თითოეული აქ მყოფი შემოკარგებო, აი ამიტომ არის აუცილებელი რომ აქ იყოთ, შეინარჩუნოთ ადგილები. გახდებით ამ საოცარი კომპანიის ყოველთვიურ ხელფასზე 2000 და $16,000-მდე. რა სტატუსშიც დავხვდებით ამ რეფერალურ სისტემას, როცა ჩაიკეტება ეს მოწვევები, რა სტატუსშიც ვიქნებით, მე თუ ვიქნებ მაგათად ვერცხლის სტატუსში, ჩემი ხელფასი, ეს კლიენტურა რომ შემოყვება ამ დიდ კომპანიებს, რომ შემოვლენ, ეს კლიენტები მოყვებიან ჩემს დონეებში, თქვენს დონეებში და ეს ლეველები თანდათან შეგევსებათ და გავალთ $8,000, $4,000 და $16,000 ხელფასებზე. ბატონმა ბეგლისკმა ესეც თქვა, რომ მაცადეთ 2-3 წელი და მე თქვენ გპირდებით, რომ კომპანია ლინგუჩი ჩიტის რძეც კი არ მოგაკლდებათ. აი ასეთ საოცარ კომპანიაში ვიმყოფებით და აუცილებლად მინდა რომ გადმოგცეთ, რა ვიცი, აი სულით და გულით, ნამდვილად
აი 100%-ით რომ დარწმუნებული ვარ, სად ვართ, როგორ ვართ და ძალიან მალე მინდა თითოეული თქვენგანი მიწტუმრებით ზარდებით შემოგვიერთდეთ და იგემოთ ეს საოცარი გემო კომპანია ლივგუდის. კი, ნამდვილად დაგეთანხმებით ქალბატონო ნინო. ჩათვალეთ, რომ ბრილიანტი გიჭირავთ ხელში და უკვე თქვენზეა დამოკიდებული ამ ბრილიანტს როგორ გამოიყენებთ. ასე რომ მართლაც ბრილიანტი არის ეს კომპანია, სასწაულების კომპანია არის, სიურპრიზების და გისურვებთ სწრაფ რეგისტრაციებს ძვირფასო სტუმრებო. პარასკევს კი გელოდებათ შემდეგ ისევ პრეზენტაცია 22 საათზე იქნება, რომელსაც შემდეგი პრეზენტატორი წარადგენს. დაგემშვიდობებით და უღრმეს მადლობას მოგახსენეთ ქალბატონო ნინო კვლავ. მადლობა თქვენ გაწეული სამსახურისთვის. კარგად ზარდებოდეთ ჩემო კარგებო მომავალ შეხვედრამდე.